რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მე-7 სხდომა შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა მართლმადიდებელი ეკლესიების მშენებლობისა და მათთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე აჭარაში მეჩეთების რესტავრაციისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემის საკითხებიც განიხილეს. ქობულეთის რაიონში 3 მეჩეთის გადაცემას, ერთი ოჯრუგეთის რაიონში მეჩეთის გადაცემას და ბათუმის ოთაჯამეს რეკონსტრუქცია რესტავრაციის პროექტის მიზანშეწონილობის საკითხს. მოგეხსენებათ ამ საკითხთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოების დაგეგმა დაწყებულია აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ ბათუმში. უშუალოდ კოორდინაცია არსებობს ჩვენსა და ასე ვთქვათ შესაბამის სამსახურის შორის. ამ მიმართულებით აჭარის მთავრობიდან გადმოგზავნილი იყო ბატონი მუფტის განცხადების საფუძველზე აღნიშნული წერილი, რაც ჩვენი ქვემდებარების მიხედვით განხილული იქნა დღეს ამ საკითხზე და ჩაითვალა კომისიის მიერ მიზანშეწონილობა, რომ მოხდეს რეკონსტრუქცია რესტავრაციის განხორციელება მუსლიმების მიმართვის საფუძველზე. რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართებაში საკითხი ახლავთ შემდეგი. დაახლოებით 40-მდე საკითხია გამოტანილი. ნაწილზე ხდება ასე თუ პროცედურულად საკითხების განხილვა არ დაგვიმთავრებია, მაგრამ რამოდენიმე ესე თქვა უარი დაახლოებით 8-9-ზე დადგინდა ხარვეჟი და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საკითხები ეხება როგორც მიწის გადმოცემას ეკლესიის მშენებლობებისათვის, ისე მშენებარე ტაძრებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას. რელიგიის საქმეთა სააგენტო ითხოვს უფრო მყარ მოტივაციებს სად და რა დანიშნულებით უნდა აშენდეს ტაძარი. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხებზე არის ამომწურავი ინფორმაცია და ამ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, სადაც არსებობს შეკითხვები, ამასთან დაკავშირებით გინდება ხარვეზი შემდგომი რეაგირებისთვის. Რამდენიმე მეჩეთი დარეგისტრირდა სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე, ეს არის ქობულეთში ჯიხანჯურის მეჩეთი, ჩაქვის მეჩეთი, ბობოყვაძის მეჩეთი და ოდურგეთის რაიონში ნასაკირალის მეჩეთი გადმოეცა სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა საუბარი კიდე ბათუმის მეჩეთზე, რომელიც ექვემდებარება რესტავრაციას.